წარმოიდგინეთ რობოტი, რომელსაც არც ლითონის კორპუსი აქვს, არც ძრავა და არც ელემენტი. ის ცოცხალია. მას ქსენობოტი ჰქვია და მეცნიერებმა ის აფრიკული ბაყაყის ცოცხალი უჯრედებისგან შექმნეს. მაგრამ საბოლოოდ ისინი სრულიად განსხვავებულ სტრუქტურად გაერთიანდნენ. ყველაზე უცნაური კი ის არის, რომ ქსენობოტს შეუძლია გადაადგილება. მას შეუძლია გარემოში მოძრაობა და მიმართულების შეცვლა. თუ დაზიანდა, მას შეუძლია საკუთარი სხეულის აღდგენა. მეცნიერებმა აღმოაჩინეს კიდევ უფრო უცნაური რამ. გარკვეულ პირობებში ქსენობოტს შეუძლია გარემოდან ცალკეული უჯრედების შეგროვება და მათი გაერთიანებით ახალი მსგავსი სტრუქტურის წარმოქმნაში მონაწილეობა. და აქ ხელოვნური ინტელექტიც ჩნდება. კომპიუტერული ალგორითმები სხვადასხვა ფორმას ამოწმებდნენ და ეძებდნენ თუ როგორი ქსენობოტი იქნებოდა ყველაზე ეფექტური. ანუ მომავალში შეიძლება რობოტები მხოლოდ ლითონისა და ელექტრონიკისგან აღარ იქნებოდეს. შესაძლოა მომავლის ზოგიერთი რობოტი ცოცხალი იყოს. ქსენობოტი ჯერ მხოლოდ სამეცნიერო ექსპერიმენტია, მაგრამ მისმა კვლევამ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ გვაჩვენა. ცოცხალი უჯრედები შეიძლება თავად გახდეს ტექნოლოგიის სამშენებლო მასალა. და ეს შეიძლება იყოს სრულიად ახალი ეპოქის დასაწყისი, სადაც ადამიანი არა მხოლოდ მანქანებს, არამედ ცოცხალ სისტემებსაც დააპროექტებს. სრული სტატია წაიკითხეთ საიტზე ცნობისთვის.com.